ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. თუ ამ დრომდე მძიმე ურთიერთბრალდებები არჩევნებში მონაწილეობის საკითხს უკავშირდებოდა, ახლა უთანხმოების მიზეზი დაანონსებული მშვიდობიანი დამხობა. ამ შემთხვევაში 4 ოქტომბრის დამხობის გეგმის ინიციატორებს ბერლინიდან ყოფილი პრემიერი აკრიტიკებს. გიორგი გახარიააც პირდაპირ აცხადებს, რომ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არ აქვს, იდეის ავტორებს კი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებად მოიხსენიებს. არანაკლებ მძიმეა საპასუხო განცხადებები. გიორგი გახარიას გზავნილს ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობად განიხილავს და არ გამორიცხავს ყოფილი პრემიერის გუნდის საპარლამენტო ბოიკოტსაც გამოეთიშოს. კრიტიკის მიუხედავად მშვიდობიანი დამხობის გეგმის ავტორები 4 ოქტომბრისთვის მზადებას განაგრძობენ. რამდენი პარტია და რა რესურსით იქნება წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე ეს 16 დღეში გაირკვევა. ვარდების რევოლუცია ალბათ გემახსოვრებათ ზუსტად ესე მშვიდად, ზუსტად ესე წყნარად, ზუსტად ესე ნარნარად ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი დაემხოს. 2003 წელს ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის გზით მოსული და 9 წლის შემდეგ არჩევნებით გადარჩეული პარტია ისტორიის გამეორებას აანონსებს. ყველაფრის დაწყებას ისევ რევოლუციით, ისევ პარლამენტიდან და ისევ ხალხის სახელით გეგმავს. იგივეა პროლოგიც. პარტია ამჯერადაც გაყალბებულ არჩევნებზე და მიტაცებული ხელისუფლების გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ 22 წლის შემდეგ მზადება არა 23 ნოემბრისთვის, არამედ 4 ოქტომბრისთვის მიმდინარეობს. მისი სახელწოდება კი ვარდების რევოლუციისგან განსხვავებით საკმაოდ ხმაურიანად ჟღერს. მშვიდობიანი დამხობა. რატომ დაასათაურეს ამგვარად 4 ოქტომბრის გეგმა მაშინ, როდესაც დამხობა დასჯადი ქმედებაა გაუგებარია. ისევე როგორც გაუგებარია, რატომ დაასახელეს შეკრების ადგილად პარლამენტი, რომელიც იმავე დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის თარიღის გამო არ იმუშავებს. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, ვის გაძევებას მოითხოვენ ისინი ცარიელი შენობიდან, სადაც არც ვინმეს კუთვნილი გაცივებული ჩაიიქნება. ამ მოვლენიდან 22 წლის შემდეგ სცენარის როგორ განვითარებას ითვალისწინებს ნაციონალური მოძრაობისა და მომღერალ პაატა ბურჯულაძის მიერ დასახელებული გეგმა უცნობია. არც ის არის ცნობილი, ვინ შეუერთდება მათ ხელისუფლების ოპონენტებიდან. მით უფრო იმ ფონზე, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციიდან პირველ ადგილზე გასული გვარამია მელია გირჩიდრუას ერთობის ლიდერები პატიმრობაში იმყოფებიან. საგულისხმოა ისიც, რომ ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე თავად თქვა და საკანში დარჩენა აირჩია. თავისუფლებაზე მყოფი ხაზარაძე ჯაფარიძის გაერთიანებაში კი ამბობენ, რომ სერიოზული ამ გეგმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი მოусმენიათ. ერთადერთი, ვინც მშვიდობიან დამხობას ღიად გაემიჯნა, გახარია საქართველოსთვისაა. მის ლიდერს ერთი მხრივ მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა და სტაბილურობა სურს, მეორე მხრივ კი მშვიდობიანი დამხობის გეგმა მისთვის ილუზიაა და ეს მის სახელშიც იკითხება. მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია საერთოდ. ეს არის ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყოველ დღე დგებიან საღამოს სამსახურის მერე მიდიან. მერე გამოვლენ და დააბრალებენ ხალხს. იტყვიან, რომ არასაკმარისი ხალხი გამოვიდა და ჩვენ რა ვქნა. მერე იტყვიან, რომ აი მე რა უნდა მექნა, იმიტომ რომ ჯარიმა არ გადავიხადე, დაპატიმრებული ვიყავი და ამის გამო ვერ მოვახერხეთ ეს. ამ არჩევნებში არის ერთადერთი მიზანი. ოცნების რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე. ეს თუ არ მოხდა, ყველანაირი საუბრები ასეთ გადატრიალებაზე, ისეთ დამხობაზე, ეს არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი, ილუზია. არ ვიქნებით იმ აქციაზე, იმიტომ რომ ეს აქცია გასცდა იმ თავდაპირველ მოთხოვნებს, რაც იყო ხელახალი არჩევნების დანიშვნა, უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავლის გზაზე დაბრუნება. არც იმაში არ არის გასაკვირი არაფერი, რომ ლევოს შეიძლება განსხვავებული პოზიციები ჰქონდეს სხვადასხვა საკითხებთან. კიდევ მეორე, ჩვენ პარტნიორობთ და თანამშრომლობთ კონკრეტულ საკითხებში საარჩევნო მიმართულებით. ნაკლებად გვაინტერესებს ტემუდან გამოწერილი ჩინური კოცები გახარიას სახით, რა სიტყვიან 4 ოქტომბერს. ასე ეხმაურებიან გიორგი გახარიას კრიტიკას რევოლუციის სამზადისში მყოფი პარტიიდან. მისი წევრი ანა წითლიძე უკვე რამდენიმე თვეა გერმანიაში მყოფ გახარიას მშიშრად მოიხსენიებს და მის შენიშვნებს არიღებს. ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ რუსთაველის გამზირზე 4 ოქტომბერს მოსახლეობის უმრავლესობა შეიკრიბება და ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან წასვლას აიძულებს. რომელიმე გედედეს თანამშრომელი შეასრულებს უკანონო ბრძანებას, კიდევ ერთხელ ეცდება
რომ დაარბიოს და უმოწყალოდ ისევ საქართველოს მოქალაქეები. მაშინ თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვთ თავდაცვის უფლება და საქართველოს მოქალაქეები თავს დაიცავენ. მათი ტაქტიკა არის შემოواردებიან, დაიჭერენ 1/15 კაცი, შეაგდებენ თავისთან, galakhavენ, ძემენ, გადაიყვანენ. აი ხო როგორც შემოواردებიან ეს 15 კაცი, შევისრულთავთ ამას, იქენ დარჩება -15 იქეთ. მე შემოვარდება კიდევ 15, კიდევ -15. აი ესე იქნება და ძალიან ინანებენ. არავითარი რევოლუცია არ მოხდება. ასე ეხმაურება მმართველი პარტია მშვიდობიანი დამხობის გეგმას და მას არასერიოზულად მიიჩნევს. მის ამ შეფასებას ოპონენტების სისუსტით ხსნის და ამბობს იმასაც, რომ საქართველოს მოსახლეობას მშვიდობა სურს. მშვიდობის გარანტორად კი ქართული ოცნება უკვე 3 წელია საკუთარ თავს აცხადებს და არგუმენტად უკრაინის ომის პარალელურად საქართველოში არსებული მშვიდობა მოჰყავს. პარტიაში თავდაჯერებულები არიან 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მოგებაშიც. თავადაც აცნობიერებენ, რომ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან რევოლუციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სწორედ ამას ვეუბნებოდი ჩვენ საზოგადოებასაც. 4 ოქტომბერი მოვა, ჩვეულებრივ ჩაივლის არჩევნები, მშვიდობიანად მოსახლეობა გამოხატავს თავის აზრს და ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. თავი მიზეზია, რატომაც ვერც არჩევნებში აღწევენ წარმატებას და ვერც ქუჩაში, ეს არის ხალხის მხარდაჭერის დეფიციტი. ასეთი საუბრები რადიკალიზაციაზე, რადიკალურ სცენარებზე ჩვენ გვახსოვს უკვე მრავალი წელია და ასევე ისიც გახსოვთ, რომ არც ერთი ეს საუბარი არ დასრულებულა წარმატებით. რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და რა თქმა უნდა არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი როგორც არასდროს. მშვიდობიანი დამხობის დღედ მისმა ორგანიზატორებმა თვითმმართველობის არჩევნების თარიღი განზრახში არჩიეს. რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მათი კოლეგების ნაწილი საარჩევნო საკითხებით იქნება დაკავებული, შეკითხვა პასუხგაუცემელია. ლელომ და გახარია საქართველოსთვის უმოქმედობას მოქმედება არჩიეს. ნანობენ თუ არა ისინი საპარლამენტო ბოიკოტს, პასუხებში სრული სიცხადე არ იკითხება. საკითხის კიდევ უფრო აქტუალობას გახარიას გუნდის პოზიცია იწვევს, რომელიც ერთადერთი ბარიერ გადალახული ოპოზიციური პარტია, რომელიც ბოიკოტის მიუხედავად მანდატებს პარლამენტში ამ დრომდე ინარჩუნებს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 4-ეულიდან ყოფილი პრემიერის გუნდმა დაიკავოს.